ტრამპის წარმომადგენელი უკრაინის თემებზე მოლაპარაკებებში ეს არის ვიტკოფი, სახელით ამავე. სტივ ვიტკოფი. პოდკასტზე იყო გადაცემაში ტაკერ კარლსონთან და კითხვა დაუსვეს პუტინთან როგორი პროცესი მიმდინარეობს მოლაპარაკებები, საერთოდ როგორი კაცია, რა შანსები გვაქვს, რა მოცემულობაა და ძალიან საინტერესო პასუხები გასცა, ეს შემოკლებული ვერსია გვაქვს და გავუშვათ, თარგმნოთ, იმედი არ გაგვიჭედავს კიდე და დავაკომენტაროთ მე. First of all, I think the largest issue in that conflict are these so-called four regions: Donbass, Crimea, the names Lugansk, and there's two others. They're Russian-speaking. Yep. There have been referendums where the overwhelming majority of the people have indicated that they want to be under Russian rule. Yes. I think that's the key issue in the conflict. So that's the first thing. When that gets settled, and we're having very, very positive conversations. And Russia controls that. In fact, some of those territories are now, from the Russian perspective, part of Russia. Correct. The Russians are de facto in control of these territories. Yes. The question is, will they be? Will the world acknowledge that those are Russian territories? Will it end up? Can Zelensky survive politically if he acknowledges this? But I think it's accepted that Ukraine, and Russia, if there's going to be a peace deal, Ukraine cannot be a member of NATO. I think that's largely accepted. How would we settle a conflict? ან საინტერესო ნაწილი უკვე ითქვა და მე გავაგრძელებთ ნაწილი. აი მოკითხვა ყველა იმ ზე ინტელექტუალ ადამიანს ჯერ სანამ თარგმანს დავიწყებ, აი წესებზე დაყარებული მსოფლიო ამერიკა არასდროს არ აღიარებს და თქვენ ბიჭო ეგრე რატო გგონიათ ტექსტები თვინს გამოდიოდა, აი ხა მოისმინეთ თარგმანს ვაკეთებ რა. ესე იგი, ითქვა შემდეგი, ამ ომში საკვანძო საკითხი არის 4 რეგიონიო, არ ახსოვ დაფახელები. აი დონბასი, ყირიმი და აი ეს 2 ლუგანსკი არა, აი ლუგანსკი და დონეცკი არის დონბასის ნაწილი, ეგ ერთში გაიყვანეს, მე აერიათ ზაპოროჟიე და ხერსონი ვაფშე არ ახსოვდა არც ერთ და არც მეორეს, მაგრამ ეგ როგორც ეგ კაცი არის თან ტრამპის წარმომადგენელი მაგ ომზე. რუსეთის ვიღაცა ამერიკელ რედნექს სადღაც ტეხასში რო ეგ არ ესმოდეს, ეგ მესმის კაცო, ეგ პრობლემა არ არის, მაგრამ აი ამერიკიდან ვინც გამოყვეს კაცი, რომელმაც უკრაინაში ეგ ომი უნდა დაალაგოს. რა რეგიონებზე არის იქ სახელები რო ავიწყდება, ეგ კარგად აჩვენებს რა დონეზე კიდიათ ამერიკელებს უკრაინული მიწა და უკრაინის სახელმწიფოები. ეგ ერთი. ეგ ისე ლირიული გადახვევა და ეგ 4 რეგიონიო, ეგენი რუსულენოვანი რეგიონებიაო, მანდ თან რეფერენდუმი ჩატარდაო და რუსეთს შესვლა უნდათო, რუსეთი აკონტროლებს ვაფშე მაგ რეგიონებსო და ეხა ალბათ თავარი საკითხი იქნება, სოფლიო თუ აღიარებს მაგ რეგიონებს რუსეთის ნაწილათო და ზელენსკი თუ გადარჩება ეხა მაგ აღიარებითო და მაგრამ ის კი გარკვეულია რომ ეხლა მშვიდობა რომ დავყარდება უკრაინა რომ უეჭველი ნატოს წევრი არ იქნება, ეგ უკვე გავარკვეთო. აი ეს ითქვა ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ ყურადღება კითხვა. აი ამას ოღონდ ეს ამას ყვება პოზიტიურად, აი ნახეთ ამას ეს ყვება რაღაცა ისე რა, ნახეთ რა კაი რაღაცა მოვავამატებ კაცო, მანდ მარტო ჩვენ ამას რო ყვებოდით რომ ხალხო ნახეთ რას უშვებიან უკრაინას, ტრაგიკული რაღაცეები ხდება. აი ამის ახსნისთვის ჩვენ გვეძახდნენ რუსეთს გვეძახიან აი ამის ახსნის გამო და ეხა ამერიკის შეერთებული შტატები გამოდის და ამას ყვება პოზიტივით, რომ ნახეთ რა კარგად დავალაგეთ ომი. პოზიტივი და მანდ რას ამბობს? ეს არის რეგიონები, სადაც რუსულად ლაპარაკობენ, რუსეთში უნდათ რეფერენდუმი ჩატარდა და რუსეთის მხარე აირჩიეს. ეს არის ამ კონფლიქტის მოგვარების მთავარი პრობლემა და სიტყვებს ამბობს, როცა ეს მოგვარდება, აი ამ სიტყვებს და მე წყვეც ფრაზას ამ ხდება, როცა ეს მოგვარდება, ანუ როგორ მოგვარდება, მანამდე ილაპარაკე რომ რუსეთში უნდათ და როცა მოგვარდება. არ იგულისხმებოდა მანდ ის რომ მოგვარდება ისე რომ აღარ მოუნდება. ანუ რუსეთში რო შევლენ. როცა ეს მოგვარდება და ჩვენ ძალიან პოზიტიური ლაპარაკები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ამას აგრძელებს შემდეგ. და შემდეგ ამბობს, ოღონდ თავარი კითხვა არის, სოფლიო შეძლებს აღიაროს ეს ტერიტორიები რუსეთის საკუთრებად? ან ზელენსკი შეძლებს გადარჩეს პოლიტიკურად, თუ ამას აღიარებს რუსეთის საკუთრებად? ეს არის კითხვა. ანუ კითხვა ის კი არ არის შეძლებს რუსეთი დააბრუნოს ეს ტერიტორიები. რუსებს მაქედან გაუყრით. უკრაინას ისე დაუჭერთ ხარ სანამ არ გაყრიან რუსებს მაქედან. ჩვენ მაგას არასდროს არ ვაღიარებთ. ეგეთი ტექსტები არ არის. კი, ანუ კონტექსტი საუბრის არის შემდეგი. როდის შევძლებთ მსოფლიოს ვაღიარებინოთ ეს ტერიტორიები რუსეთის საკუთრებად? ზელენსკის ვაღიარებინოთ
და ძალიან პოზიტიური საუბარი. ანუ მოკლედ შინაარსი, აი თუ შეიძლება ეს იყო. თუ შეიძლება ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას რა. ამერიკა გახდა ალტინფო თუმე. კი. თავის შინაარსით. ანუ აი თუმეობა თუ კი რამე არსებობს, თუ კი სადმე ალტინფო იბაზრა ამ კაცმა. არა. ოღონდ ალტინფო იბაზრა რა კუთხით კი არა, ის კი არა, ანუ ალტინფო ამას ამბობდა, რომ ესე მოხდება. ესე მოხდება და რა უბედურება უკრაინისთვის. და ამან მოყვა როგორ იცი? რა კაი რაღაც გავაკეთე. ხო. ალტინფო მაგას არ ამბობდა, კაცო. ალტინფო ამბობდა, რომ რაღაც უბედურება ხდება, ხალხო გავიგო და ჩვენც არ დაგვემართოთ. ო, რო ეგ არ დაგვემართოს. და აქ მივიდნენ და უკრაინელებს მადლობა უნდა ათქმევიდნენ ახლა იმაზე, რომ აომეს, გააუბედურეს, ქვეყანა გაუნადგურეს, ტერიტორიები დააკარგინეს, ხალხი დაახოცინეს, საკუთარი ხალხი და ახლა რესურსებს თვითონ და რის გამოც ეგ მოხდა ნატოში გაწევრიანება, მაგას თქვა, ეგ ვაფშე არ ზგანი. რა ნდოთ ნატო. გავაგრძელებთ. გავაგრძელებთ, მან ყველაზე ნიშანდობლივია შემდეგ რასაც იტყვის. ეს ჯერ ეს იყო შესავალი. ეგ ჯერ რუსები რო How would we settle a conflict with a guy with someone who is the head of a major nuclear power? Yeah, unless we establish trust and good feelings with one another. I don't know how you would do such a thing. The President Putin had commissioned a beautiful portrait of President Trump from the leading Russian artist and actually gave it to me and asked me to take it home to President Trump, which I brought home and delivered to him. It's been reported in the paper, but it was such a gracious moment and told me a story, Tucker, about how when the president was shot, he went to his local church and met with his priest and prayed for the president, not because he was the president of he could become the president of the United States, but because he had a friendship with him and he was praying for his friend. It was, can you imagine sitting there listening to these kind of conversations? And I came home and delivered that message to our president and delivered the painting, and he was clearly touched by it. So this is the kind of connection that we've been able to reestablish. I don't regard Putin as a bad guy. That is a complicated situation, that war, and all the ingredients that led up to it. აი ეხლა რასაც თარგმნით, მაგაზე მე ვამბობ დაჟე რომ ეს რუსეთუმეობა ბაზარია. აი ვიღაცა კი არა, აი ეს ეხა ამარაც. ეს ასეთი რუსეთუმეობა ცხოვრებაში არ რუსეთუმეობა ტექსტი არ მე არ გამიგია არავისგან. აი ეს არ არის დიპლომატია. ეს რაღაცა სხვა არა. აი მოდი ეხლა ვთარგმნოთ რა, ვინც ინგლისური არ იცის. ანუ ტექსტი მიდის ეგრე რომ როგორ უნდა დავამყაროთ ურთიერთობები ერთ-ერთ უმთავრეს ბირთვული სახელმწიფოს ხელმძღვანელთან. მე როცა შევხვდი პრეზიდენტ პუტინს, მან გადმომცა და მან დაახატინა ერთ-ერთ ყველაზე წამყვან რუს მხატვარს პრეზიდენტ ტრამპის ნახატი, მან ეს ნახატი გადმომცა მე და მითხრა რომ როდესაც დონალდ ტრამპს ესროლეს პუტინი თავის ეკლესიაში წავიდა, თავის მოძღვარს შეხვდა და ტრამპისთვის ლოცულობდა არა იმიტომ რომ ის შეიძლება ამერიკის პრეზიდენტი გამხდარიყო, არამედ იმიტომ რომ ის მისი მეგობარი იყო. და მე არ ხედავ პუტინს როგორც ცუდ ბიჭს, bad guys, ის კომპლექსური პიროვნება და ამ ომის მიზეზებიც კომპლექსური იყო და როცა მე ჩაუტანე ეს ნახატი პრეზიდენტ ტრამპს, ის შინაგანად ძალიან ესე სიღრმისეულად გულთან მიიტანა ეს ყველაფერი და ესეთი ურთიერთობა აღვადგინეთ ჩვენ ტრამპთან და რუსეთთან. და ეხლა აი ზივარ ბიჭო პროსტო ამ ყველაფერს უსმენ, გაიგე? აი ამ ყველაფერს უსმენ და მე გადართავ და იქ ჩერგოლეიშვილი და გვარამიაზიან და რუსეთს ეხა ჩვენ ამერიკასთან ერთად დედას უტირებთ რა და აი ამათ ემას უყურებ და აქ ესენი ზიან და ტრამპის ნახატი ჩაუტანე პუტინისგან პუტინის ტრამპზე ლოცულობ ტრამპის იქ რაღაცა წრემლი მოსდის და ესენი აქ ბიჭო უყურე დეგენერატები ბიჭო აქ აი ეს ჩვენ რო აქ ლოხები გვყავთ ბიჭო აქ რო ლოხები გვყავს პოლიტიკაში ეგეთი კოსმიური კვერცხები ბიჭო დედამიწის ზურგზე არ არის ეგეთი შენ ახლა თლად კულმინაციისკენ ნუ გადაუხვებ მე ჯერ გავამზაფრებ კიდევ და დავამატებ შეიძლება ახლა ვიღაცა მიფიქროს რომ ნუ ახლა იმან პორტრეტი დაახატინა რაღაც საუკეთესო რუს ვიღაც მხატვარს დაახატინა და ნუ აბა რა უნდა ეპასუხა ტრამპს ახლა ტრამპი იმას ხო რავი რატო ყვები ხო და უყურე გაჩუბდი ამან თავად მოყვა რომ ტრამპზე რაღაც ძალიან დიდი შტაბეშტილება მოახდინა ამ ყველაფერმა საჩუქარმას და პორტრეტმა და აი მე რამდენად მჯერა რომ მართლა მოახდინა შტაბეშტილება იცი და ერთ მაგალითს მოვიყან აი თუ შეიძლება ვაჩვენოთ შოთა მე მან ჩავაგიდე აი გამოდი აი უყურეთ ეს არის ამერიკელი მხატვრის პორტრეტი აი ეს არის ანუ აი ეს ნახატი შტატ კოლორადოს ადგილობრივ კაპიტოლიუმში არის ჩამოკიდებული ერთ-ერთ კედელზე. და ეს ნახა ტრამპმა
თავის სოციალურ ქსელში დადო ეს სურათი. აი, დავაპატარავთ. ხო, აი ისიც ვაჩვენოთ, აი ის აჩვენე ბარემ. აი ეს არის ტელეგრამი ხო, ტრამპის. ანუ ეს ტრამპის ტელეგრამზე. ტრამპის ტელეგრამია და თვითონ წერს რომ ეს რა არისო ხარ? რანაირად დამხატე. ეს მინდა მხატავ, რას გავარო? რანაირად შეიძლება ასემე დამხატავ? ობამა კარგად დახატეთო და მე ასე რა სასტრაფოდ მოაშორე. ამერიკელი მხატვრის შემოქმედება. არა მარტო, ამა რა დაწერა, იცი ტრამპმა, ეს რა ჩათლახები არიანო, ნახეთ, გაიგე? ასე რომ დაგხატავენ და გამოგაკრავენ, ეგ ხო ეხლა ტყუილად არ ხდება, ეგ არის უბრალოდ ჩემი რეპუტაციის შედაფა. კოლორადოს შტატის კაპიტოლიუმის კოლორადოს ტრამპი რა დონეზე აქცევს ყურადღებას ეგეთ რაღაცეებს? ანუ რა დონეზე შესწავლილი ყავთ რუსებს ამერიკის პრეზიდენტი, აი რაზე რეაგირებს, რა არის მისთვის სენსიტივი. მე დარწმუნებული ვარ, აი რანაირი ნახატია, იცი ის რაც და. ანუ აქ რა წერია? რაღაც აი ამ კედლის ზომა იქნება, იმაში. ანუ ზომა არ ვიცი, მაგრამ აი ტრამპი რო ნაპოლეონი ვიქ იქნება, აი მაგაში დარწმუნებული. ანიბალი ალპებს ლაშქრავს ეგეთ ფორმაში სპილოზე ზის, ან არწივზე, დავითის ნახე, ტრამპი არის დავითის ნაპოლეონის ნახატი როა, ხო იცი? ცხენზე რო აი ნახე ეგეთი ტრამპი არის აი ფსიქოტიპი რა ვიღოთ, ტრამპი არის ძალიან ისეთი ეგოს მქონე ადამიანი რა. აი პირადულ თემებზე ძალიან ბილინად გქონდა. რუსებმა შეხედეს და გასაგებია კაცო, აი ადრე სულთნებთან რომ ვაგზავნიდით დაუშვათ ელჩებს. შეიძლება დაჟე ომი გქონდა. რაღაცა მიწა იყო გასაყოფ, მაგრამ აი სულთანთან რომ მიდიოდე რაღაცა ზღვენი მიქონდათ როგორიც რაღაცა აი ოქროში ჩამოსხმული ფარშევანგს მიუტანდნენ ხოლმე, ხო? რო იქ ისეთი შთაბეჭდილება მოიხდა და ზუსტად იგივე გამოიყენეს რაღაცა აი მე ტრამპისთვის ვილოცი ახლა თქვენ ტრამპის ნახატი და იქ ჩავიდნენ და ეს ტაკერ კალსოვთან ზის და ყვება რომ პუტინმა ტრამპისთვის ილოცა და რაღაც კურთხალი გადმოაგდო ეს დაფერთხა და უკრაინის ის რაღაცა 4 რეგიონი დონბასი, ყირიმი და 2 რაღაცა იმის დედაცვად აი ბიჭო მე რა მაინტერესებს იცი აი ესეთ გარემოში ცხოვრობ თან პრობლემა რა არის იცი ესეთი ადრეც ხდებოდა ოღონდ ეგ იცოდე როგორც აი ერთმა მეფემ და მეორე მეფემ იმის მინისტრებმა და ამის მინისტრებმა გლეხებმა მაშინ კი არა ვაფშე გარწყნაში არ იყო ჩვეულებრივი მოსახლეობის 99%. ბიჭო ეხლა არის ღია წყაროებში აი დედანატირები რა ხდება აი როგორ ინაწილებენ ქვეყნებს, ადამიანებს, რესურსებს რაზე იცვლება ეგ ყველაფერი და ზის აქ ბიჭო ხალხი ბაიყუშივით რა და თითქოს არაფერი არ ხდება. მოდი ობიექტურობისთვის ისიც ვახსენოთ, რომ ეხა მაგალითად მაკრონმა, მერცმა, სტარმერმა და იმან ტრიუდომ კანადის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმაც რომ იგივე რაღაც ნახატი, რაღაც ვიღაც პერფორმერ ლიბერასტ იმას არატრადიციული ორიენტაციის ვიღაც ხატვარს რომ ოდიოზური ნახატი დაახატინონ, ან კარი ნახატი. ტრამპს ეგეთი რეაქცია არ ექნება, რაც არ უნდა მაგარი ნახატი იყოს ის, სულ რომ ტრამპი რაღაც იმპერატორად დახატონ ამ სოფლიო ბრძანებლად. რატო? იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ცხადია აქ ხდება გარკვეული უკიდურესად კომპლემენტარული რიტორიკის და რაღაც წარმოდგენების შექმნა ტრამპისთვის და რაღაც პატივისცემის დაფიქსირება რუსების მხრიდან. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გარდა იმისა, რომ ეგოს ეთამაშებიან ტრამპის მედლის მეორე მხარე რა არის? ის ბიზნესმენია. ანუ რუსები ასევე თავაზობენ ბიზნეს პროექტებს. ანუ პუტინი რო გამოვიდა და უთხრა, რომ ჩვენ რა რუსეთის ტერიტორიაზე რო არისო იშვიათი წიაღისეული, მაგდენი წიაღისეული სამყაროში ერთად აღებული არ არისო და ეგ იყო პირდაპირი მითითება ბაიდენ იმისთვის, ტრამპისთვის, რომ მოდი კაცო, ფული ვაკეთოთ ერთად, აგერ თან ერთ რაღაცას დავამატებ. არქტიკა გვაქვს, აგერ რუსეთის სიბერი გვაქვს. ჩვენ მაყურებელს კარგად ეცოდინება ეგ ამბავი. საერთოდ ტრამპის ადმინისტრაციის ამოცანა არის ის, რომ ჩინეთის მიმართ ანუ თავარ კონკურენტად ჩინეთს განიხილავს. ხო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ტრამპის ადმინისტრაციისთან თვის რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და აი ჩინეთის და რუსეთის მოკავშირეობის მოშლა. ეგ ცალკე, ეგ იზოლაციონისტური პოლიტიკის ელემენტი. აქ რა არის, იცი? საერთოდ ეხა მართლა კანადის სენატორი რას აჩუქებს ნაკლებად ის ხო, ანუ ზოგადად ნაკლებად მნიშვნელოვანია თავისი
შიდა ის არის აუდიტორიისთვის, ვიდრე რუსეთის მომხრობა, იმიტომ რომ ეგ არის გლობალური სტრატეგიული ამოცანა, რომელსაც ჭრის, რომელიც გადაჭრაც ტრამპის ადმინისტრაციას აქ დასახულ მიზნად. აქ სინამდვილეში ვიღაცა შეიძლება აი საქართველოში ახლა გამოდიან და რაღაცას ლაპარაკობენ ახლა ტრამპის სინამდვილეში. ახლა რაღაცას იზამს იქ შეუტევს რუსეთს, არ ვიცი, რაღაცებს ხო ჯერად. აქ სინამდვილეში რა უნდა გვესმოდეს, ისი რაღაცა მოულოდნელი კი არ ხდება. ამას ლაპარაკობდით წინასწარ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ამოცანათ აქვს დასახული, რომ რუსეთთან დაალაგოს ურთიერთობა. თან აი ეს ამოცანა აქვს და როგორი მომენტი არის კიდე დამატებით. ეს ახლა ამერიკის ოფიციალური წარმოადგენელი ტაკერ კარლსონთან რაღაცას რო ლაპარაკობს, ეგ როგორ არის? ტაკერ კარლსონი არის ტრამპის მოკავშირე. ანუ შიდა კონტროლირებად გარემოში ლაპარაკობენ იმას, რაც უნდათ რომ მოასმენინონ ამერიკულ აუდიტორიას. რო არ ნდომოდათ ეს ტექსტი არ გავიდოდა ეთერში, CNN-ი არ არის. და ანუ აქაური ამერიკა თუ მე დასავლეთები რას ვერ ხვდებიან, იცი რომ ტრამპის ჯგუფმა ჩათვალა, რომ თუ თავის მომხრე ამერიკელებს ეტყვიან, რომ პუტინი ტრამპისთვის ლოცულობს, ტრამპის რეიტინგი ამერიკაში გაიზრდება. ეს მაგისთვის არის მოყოლი. არის ლოგიკას მოკლებული. ანუ ტრამპი თulis რომ თუ ისე დადგება საკითხი, რომ ის კარგად ეძმაკაცება პუტინს და კარგად ალაგებს იმასთან და ნორმალიზება მოხდა ტრამპის და პუტინის ასე რაღაც პირადი ურთიერთობების ხარჯზე, ეგ მისთვის ამერიკის შიდა პოლიტიკაში პოზიტიური მოვლენაა.